მოუწოდა ერთს ამას. მოწაფეთა მისთა თანადარ ქვამად არ ესმის ადამიანს არავის ჩემის ჩათვლით აიახლაზე, რომელსა უნდა შემდგომად ჩემსა მოსვლა, რაც ნათლობის აღთქმა უარყავ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდექინ მე. როგორ არ უნდა ადამიანს, როგორ არ ემეტება საკუთარი სიმართლე და საკუთარი ნება. და ეს არის სიმდაბლე, საკუთარი თავის უარყოფა და ჯვარის აღება. რა არის ჯვარი? შენი პირადი განსაცდელები, ხო? შენი პირადი მწუხარებანი, შენი პირადი ტკივილები, აიღე, კი არ იწუწუნო, აიღე და ქრისტეს გაყევი. მორჩილება საღვთო განგებულებისა და ამით ქრისტეს მორჩილება, საკუთარი თავის უარყოფა, სიმდაბლე. აი ამ თვისების გარეშე შეუძლებელია ქრისტიანობა, სულ რომ ეკლესიაში იყო ათენებდე და აღამებდე და სულ რომ სასწაულებს ახდენდე. გესმით? სულ რომ მთელი მსოფლიო ტას გიკრავდეს. შენი ქრისტიანობა არის ტყუილი თუ ეს თვისებები არ აქვს. რომელსა უნდეს სულისათვისა განრინება, წარიწყმიდოს იგი და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი, ჩემთვის გინასახარებისათვის მანაცხოვნოს იგი. იმიტომ რომ ადამიანი სულიერ ცხოვრებაშიც, რელიგიურ ცხოვრებაშიც, ზნეობრივ ცხოვრებაშიც ახერხებს საკუთარი თავის ეგოისტურ რეალიზებას. საკუთარი თავის ეგოისტური რეალიზება ყველგან და ყველაფერშია შესაძლებელი. მოციქული იყავი, გინა მღვდელი, მღვდელმთავარი, სულ ერთია, სასწაულო მოქმედი, ქვეყნის მისიონერი, მსოფლიო მისიონერი, სულ ერთია, საკუთარი თავის ეგოისტური რეალიზება ყველგან არის შესაძლებელი და უფალი გეუბნება, არა, საკუთარი თავის ეგოისტურ რეალიზებას თავი დაანებე. პირიქით უნდა წარიწყმიდო საკუთარი ეგოიზმი, ანუ ქრისტესთვის და ქრისტეს საქმის გაგრძელებისთვის. უნდა შეეწირო, საკუთარი თავი უნდა შეეწირო, აი რაც შენი შენთაგან, შენ და შემწირველი. ბარძიმ ფეშკუმს რო აღვამაღლებ. შენი შენთაგან, ანუ რაც მემა ყველაფერი შენგან მოცემულია და უკანვე გიბრუნებ სიცოცხლის ჩათვლით. შენ და შემწირველი. აი ესეთი არის ქრისტიანი. ამგვარად ცხოვრობ. ეს ადამიანურ სიყვარულშიც ხშირად ასე ვლინდება. აი ახლობელი მეგობარს რო წირავს ადამიანი თავს, მშობელი შვილს რო წირავს ამ პირიქით, გესმით, რა ის სარგებელა არის კაცისა. აი ადამიანი მაინც შინაგანი ბრძოლა აქვს, რომ ვაიმე, როგორ აბა როგორ ვიცხოვრო ესე და უცებ კიდე გაფრთხილებს უფალი, ეს ქრისტეს სიტყვებია ყველაფერი. რა ის სარგებელა არის კაცისა, უკვე თუ შეიძინოს სოფელი ესე, ყოველი და სული თვისი იზღვიოს, ანუ შენი ეგოისტური წარმატებებს რა ფასი აქვს? მთელი სამყაროს რო შეიძინო, ყველა ტას რო გიკრავდეს. ესე იგი, ნომერ პირველი ზნეობრივი და ნომერ პირველი მორწმუნეც რო გახდე ყველას თვალში და სულს დაიღუპავ, სულს დააზარალებ. რა აზრი აქვს ამას? იმიტომ რომ ეს ყველაფერი, რაც ეგოისტურია, რაც ამ ქვეყნიურია, დროებითია, გადაბრუნდები, ხვალე მოკვდები და დამთავრდა.